ազգային ժողովի մեծարգո նախագահ, օրենսդիր գործառնորդիր ეროვნული ასამბლეის პატივცემულო ტამ გოგონა. საკანონმდებლო აღმასრულებელი ხელისუფლების პატივცემულო წარმომადგენლებო, პატივცემულო ექსპერტებო, სომხეთის რესპუბლიკიდან, რეგიონის ქვეყნებიდან, სხვა ქვეყნებიდან, არა რეგიონიდან. ყველას მოგესალმებით 2025 წლის ორბელის ფორუმზე, სახელწოდებით მშვიდობის მშენებლობა და მრავალმხრივი თანამშრომლობა. და მაშინვე ვიტყვი, რომ ეს სათაური სრულად გამოხატავს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობისა და მმართველი უმრავლესობის სამუშაო დღის წესრი და დაუყოვნებლივ უნდა აღვნიშნო, რომ თუ 3 წლის წინ მაგალითად ამ თემასთან დაკავშირებით ჰქონდა გამოწვევები და ამ გამოწვევების მართვის ყოველდღიური საჭიროება, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოწვევების პარალელურად გვაქვს წარმატება და წარმატების ისტორიაც. და ნაცვლად იმისა, რომ ცხადი მაგალითით დავიწყებ ცოტა უფრო ადრინდელი მოვლენებით და ხაზს გაუსვამ, რომ წარმატების ისტორია 2024 წელს დაიწყო, როდესაც სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვრის დელიმიტაციის პროცესი დაიწყეს ტაუშის პროვინციაში. ამ პროცესმა ძალიან მწვავე დისკუსიები და კრიტიკა გამოიწვია სომხეთის რესპუბლიკაში, მაგრამ მინდა დაუყოვნებლივ ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში განსაკუთრებით ადვილი არ იყო ჩვენი საზოგადოებისთვის იმის ახსნა თუ რა ხდებოდა და რატომ. დღეს მომხდარი ჩვენთვის წარმატების ისტორიაა. პირგაპირ უნდა ვთქვა, ჩემი დავალებით ჩვენი სახელმწიფო უწყებები აწყობენ მეც პირადად მონაწილეობ, აწყობენ სხვადასხვა ვიზიტებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, ინტელიგენციის, პოლიტიკური მოღვაწეების, ზოგჯერ პარტიული მოღვაწეების, ზოგჯერ ჩვენი დიასპორის თანამემამულეების ვიზიტებს დელიმიტირებულ კირანს და მიმდებარე ტერიტორიებზე. იმის საჩვენებლად თუ რას გულისხმობთ მშვიდობის დღის წესრიგში. და პირდაპირ და გულწრფელად უნდა ვთქვა, შემდგომში ჩვენ ვატარებთ გარკვეულ მონიტორინგს ხალხის შთაბეჭდილებებსა და რეაქციებზე. მე ჯერ არ მქონდა არც ერთი, თუნდაც ერთეული უარყოფითი გამოხმაურება იმ ყველაფერზე, რასაც ადგილზე ვაჭვენებთ. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატების ისტორია, რომელსაც გაგრძელება ჰქონდა. 2024 წელს სომხეთის რესპუბლიკამ და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს დელიმიტაციის კომისიების, სრულ სახელებს არ დავასახელებ, ძალიან გრძელი სახელებია. დელიმიტაციის კომისიების ერთობლივი საქმიანობის დებულებას და ამ დოკუმენტებმა ორივე ქვეყანაში რატიფიკაციის პროცედურები გაიარა. ეს არსებითად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელმოწერილი პირველი ორმხრივი საერთაშორისო დოკუმენტია, რომელსაც ორივე ქვეყანაში დე იურე სამართლებრივი ძალა აქვს. იქ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჩანაწერი ის იყო, რომ ორ ქვეყანას შორის დელიმიტაციის ბაზისურ პრინციპი იქნება ალმა-ატის დეკლარაცია და ეს არსებითად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების დამყარების ქვაკუთხედი გარდამტეხი წერტილია, რომლითაც ორივე ქვეყანა არსებითად ადასტურებს, რომ ისინი აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას 1991 წლის ალმა-ატის დეკლარაციის საფუძველზე. რაც ნიშნავს, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი აღიარებენ, რომ დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ტერიტორია იდენტურია აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიისა, ხოლო დამოუკიდებელი სომხეთის ტერიტორია იდენტურია სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიისა. და ეს ფაქტი უკვე დაფიქსირდა წინასწარ ხელმოწერილი მშვიდობის ხელშეკრულების ტექსტში, ასევე როგორც ვაშინგტონის დეკლარაციაში, რაც უკვე საყოველთაო ცნობილი ფაქტია. რა თქმა უნდა, ჩვენზამ გზაზე უდიდესი წარმატების ისტორია იყო 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში გამართული მშვიდობის სამიტი, რომლის შედეგებითაც მიიღება დეკლარაცია და წინასწარ ხელი მოეწერა სომხეთისა და აზერბაიჯანის შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმებას და ამგვარად სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის დამყარებულია მშვიდობა. ეს მნიშვნელოვანი და კვანძური ჩანაწერია სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის დამყარებულია მშვიდობა. და ამ წერტილიდან უნდა მიუდგეთ შემდეგ საკითხს. და მაინც, რა არის გამოწვევები? გამოწვევებიდან უდიდესი და ფუნდამენტური ის არის, რომ ჩემი მიერ ცოტა ხნის წინ წარმოთქმული წინადადება უცნაურად, უცხოდ და უცნობად ჟღერს. მშვიდობა სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის. და რა არის ეს? რას ნიშნავს ეს? სანამ ამ პრობლემას შევეხებით, უნდა ვაღიაროთ, რომ მშვიდობა უცხო ცნება და გარემოა სომხეთის რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკისთვის. ჩვენი დამოუკიდებლობის პირველი დღიდან არ გვიცნის რა არის მშვიდობა. არ შეგვეხებია მშვიდობის ფენომენს. პირიქით, ჩვენი დამოუკიდებლობის წინა პერიოდშიც კი ჩვენი ურთიერთობების მთავარი ფაქტორი და მახასიათებელი იყო კონფლიქტი. და არსებითად სომხეთმა და აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა მიიღეს კონფლიქტის ფონზე, კონფლიქტის ლოგიკაში და კონფლიქტიდან გამომდინარე ენერგეტიკის წყალობით. და ჩვენ არავითარ შემთხვევაში უნდა შევაბსოროთ ეს ფაქტი. და მინდა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ 30 წლიანზე მეტი კონფლიქტი, სხვათა შორის არითმეტიკულად უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ პრობლემის კონფლიქტის ისტორია დაიწყო
97 წლის ბოლოდან, 92 წელიდან და არსებითად გაგრძელდა თუ გაგრძელდა დღემდე.